დამოუკიდებელი ისტორიკოსების და მკვლევრების აზრით, გნებავთ დასკვნით. კარიბის კრიზისის განმუხტვაში, რაც შეუძლებელი იქნებოდა ხრუშჩოვის უკან დახევის გარეშე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხრუშჩოვის ომთან დაკავშირებულმა პირადმა გამოცდილებამაც. ხრუშჩოვი იყო ადამიანი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გამოიარა და რომელმაც ამ ომში შვილი დაკარგა. შესაბამისად, ხრუშჩოვს ესმოდა, რა იყო ომი. გააცნობიერა კრიზისის დროს თუ რამდენად საშიში იყო სიტუაცია, რომელიც შეიძლებოდა საერთოდ გამოსულიყო კონტროლიდან. შემდეგ არაერთხელ თქვა ამის შესახებ, რომ მხოლოდ სრულ შეცვლის შეუძლია გადაწყვიტოს პრევენციული ბირთვული დარტყმაო. რა თქმა უნდა, კენედი იყო პოლიტიკოსი, ხრუშჩოვიც იყო პოლიტიკოსი, პირველი საჯარო პოლიტიკოსი საბჭოთა კავშირში. საჯარო პოლიტიკოსი იმ გაგებით, რომ მას შეეძლო ქცევის ფორმულირების მოდელირება პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე. პოლიტიკა მაინც პირველ რიგში კომპრომისია. სწორედ კენედიმ და ხრუშჩოვმა აჩვენეს, რომ პოლიტიკა კომპრომისია. კენედიც ასევე არ იყო შეშლილი. ისიც წავიდა გარკვეულ დათმობებზე მოლაპარაკებების დროს. მათ შორის დათანხმდა თურქეთიდან რაკეტების გატანას. კუბის არაკეტო კრიზისი დღემდე რჩება დიდი გავლენის მქონე მოვლენად. ისტორიაში არ არსებობს პარალელი 1962 წლის ოქტომბრის იმ 13 დღესთან, როცა ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ბირთვული უბსკრულის წინაშე იყვნენ გაჩერებულები. მანამდე არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი ალბათობა, რომ ამდენი სიცოცხლე მოულოდნელად გაქრებოდა. ომი რომ დაწყებულიყო, ის მიახლოებით 100 მილიონი ამერიკელის, 100 მილიონზე მეტი რუსისა და მილიონობით ევროპელის სიკვდილს გამოიწვევდა. ისტორიის სხვა კატასტროფები და არაადამიანური მოვლენები ამასთან შედარებით უმნიშვნელო გახდებოდა. უბედურების ალბათობას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც პრეზიდენტმა კენედიმ 3-დან 1-სა და თანაბარ შორის შეაფასა. ის, რომ გადავრჩით, ნამდვილად განსაცვიფრებელია. რეტროსპექტივაში ეს კრიზისი ცივი ომის მნიშვნელოვან წყალგამყოფად იქცა. 13 დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და თითოეულს ორმხრივი განადგურების ზალა ეპყრა ხელთ. დაინახეს რა ბირთვული უბსკრული, ორივე ერმა უკან დაიხია. არასდროს ყოფილა მათ შორის ომის რისკი ისე მაღალი, როგორც 1962 წლის ოქტომბრის ბოლო ორ კვირაში. შესაბამისად ამ კრიზისის გააზრება საგარეო ურთიერთობის ყველა შემსწავლელისათვის უმნიშვნელოვანესია. ის მაღალი დონის დიპლომატია თუ პოლიტიკა, რაც მე-20 საუკუნის შუა ხანებში ორი ლიდერის სახელმწიფოს ლიდერებმა აჩვენეს. დღეს მგონი საოცნებოა. ჩვენ ამას დღეს ვერ ვხედავთ. მართალია პუტინი ადრე აჩვენებდა, რომ რაღაცის მოდელირება შეეძლო, მაგრამ ახლა ის იქცევა კგბ-ს ვიცე-პოლკოვნიკით, რომელთანაც დაიწყო თავისი კარიერა. ზოგადად ისტორია არაფერს ასწავლის. ის მხოლოდ სჯის გაკვეთილის არცოდნის გამო. ახლაც ისტორია გვსჯის დაუსწავლელი გაკვეთილებისთვის. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.